საღამომშვიდობისა პატივცემულო საზოგადოება როგორ ხართ? მოვიცალეთ თქვენთვის როგორც იქნა. მოკლედ ძალიან ზეაღმატებული ქრისტიანთა საზოგადოება თურმე რა ხდება ქალაქში ერთმანეთს ურეკავენ და ეუბნება არ მოდიხარ სამებაში, რატო არ მოდიხარ სამებაში და გამზადებული ყავთ ესე იგი მარშრუტკები რაიონებში ავტობუსები და მარშრუტკები აი არჩევნების მსგავსად რო იციან ხოლმე ხო იცით მსგავსი აქცია არის შექმნილი ერთმანეთს ურეკავენ არ მოდიხარ სამებაში ხო მოდივარ მეზარება არა არ მოდივარ და ესე რა და მოკლედ ხალხო კომენტარები ჯერ არ წამიკითხავს ხა დარწმუნებული ვარ ნერვიზე მომშლელი კომენტარები იქნება რა ერთ კომენტარს მინდა ვუპასუხო ერთ კომენტარში მიპასუხეს შენ ისე აგლოვეო ხალხიო გესმის აგლოვე ხალხიო და გაანებე თავიო რა და ანუ ესე იგი გაითვალისწინეო მათი მდგომარეობაო რა და იცით რა არის მეგობრებო გავითვალისწინებდი მე მათ მდგომარეობას ერთი კაცი მაინც რომ ენახა რომ შემი მდგომარეობა გაითვალისწინა როცა მე მქონდა შეტაკება ილიასთან რა ხო მე ხლა ხო არავინ არა ვარ ხა მაგათთვის ილია ხო რას ლაპარაკობ დღეს მოვისმინეთ ესეთი საუბარი რომ ჯერ მარტო 16 წელი ითმინაო ანუ პატრიარქს იმიტომ ვირჩევთ რომ 16 წელი ითმინოს უსამართლობა 16 წელი ითმინა უსამართლობაო გესმის და თურმე რა მხოლოდ დამსახურება ქონია ბიჭო მაგან თავისთავი მძღნელში ჩაიგდოს რაც ჩვენი ერის საკითხავია ხო და მერე კიდე ის რომ მძღნელში რო იჯდე და ითმინო 16 წელი თურმე ოტაში უნდა გიკრათ ერის მამაც წოდებული ხარ ბიჭო ერის მამაც წოდებული სინოდის წევრებში რო განაცხადეს რომ პატრიარქი უკვე მოხუცებულია და აღარ შეუძლია სინოდის წევრებში განაცხადა მანო მე ჯერ კიდევ ცოცხალიო ხო და რა ვიცი მაგის სიცოცხლე თუ დასაფასებელია რომ რახან დიდი ხანი იცოცხლა და ძლივს რომ მიაღწია და ბოლოს სისხლი ანთხია და ისე მოკვდა ხო ეგ არის წმინდანობა და მაგიტომ უნდა ვუკრათ ტაში და ამასობაში საქართველოს სუმთლიანად გაიყიდა და დაიქსაკ საქართველოს ხალხი და ბავშვები შიმშილით მოგვიკვდა, მოხუცები შიმშილით მოგვიკვდა, ეკლესიები თავზე დაგვენგრა, ახლები აშენდა, იმიტომ რომ შიგნი ვაჭრობა. მოკლედ ბიჭო, თქვენ მაგარი გადმოტრიალებული გაქვთ რა თავი, რომ ესე იგი რახან ილია მეორე 59 წელი იმეფა და აქედან 16 წელი იტანჯა და 16 წელი ჯერ მარტო პრეზიდენტს, პირველ პრეზიდენტს გვერდში არ დაუდგა, რომელმაც მართლა 5 თვის განმავლობაში იმდენი გააკეთა და 59 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა ილია მაგდენი, რამდენი ზვიადიმ გააკეთა. ზვიადიზე მართლა არ მაქვს ჩახვეული, მაგრამ უნდა ჩავიხვიო, იმიტომ რომ პირველი დანაშაული სადაც არის, სადაც მიუძღვის პირველი დანაშაულივე პირველივე წლებში არის ის რომ პირველ პრეზიდენტს არ დაუდგა მხარში ეგ მიღრძოებული ბოლოს სისხლნანთხევი ბიჭო კაციც არ ითქმის მაგას რა კაციც არ იყო ეგ რა ეგ იყო მარიონეტი ჩვეულებრივი და მე ტაში უნდა უკრა რომ ყოჩა 16 წელი რო იტანჯე რა კარგი წმინდანი ხარ ანუ რა გამოდის ახლა რომ ჩვენ საქართველოში რომ პატრიარქს დაავსვავთ და მე ის თავს ისეთ მდგომარეობას ჩაიგებს, ისეთ ცუდად მოიქცევა და ყველაფერში შეცდომას რომ დაუშვებს და მე სატანჯველად რომ გაიხდის თავს და ჩვენ უნდა ვიზღვიოთ და თანტაში დაუკრეთ და თა რა კარგი წმინდანი იყო ვთქვათ. და აქ დამდგარა რომ ჩვენ შეგვეძინა ახალი ზეციური მფარველი. რა ახალი ზეციური მფარველი ბიჭო აგერ ცოცხალი იყო და ვერ ფარველობდა ვერავის. ვერ მფარველობდა ვის მუცა ბუზალაძის უმფარველა იქ ტრაკი და ძუძუები რო გამოაჩენინა ევროვიზიაზე საქართველოს სახელით თუ ფეხბურთელები და რეგბისტები რო დალოცა თუ სად იყო ეგ საქართველოს ფარველი სიცოცხლეში ვერ იყო და ეხლა ზეციდან დაგვეხმარება რას ლაპარაკობ აქეთ დასახმარებელი არ გახდეს კიდე პორტალს რო ვერ გაივლის მისი სული ანუ როგორ რეალობას ეხლა ესეთი ის არის რა ქვია ლაპარაკები წავიდა უკვე რომ
მაგას მიწაში ჩადებენ, ამოიღებენ, ისე დაამუშავეს, როგორც ჩანს უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი რომ არის და გარდაცვლილი მკვდარი რომ არის და დამუშავებული რომ არის მისი სხეული და ისეთი მედიკამენტებით არის დამუშავებული რომ ხორცი აღარ გაიხწნას ამოიღებენ და დაგიდებენ მე ლუსკომაში ჩაგიდებენ და გეტყვენ აი არ გაიხწნა მისი ხორცი და წმინდანია და მიუდებენ ბერგაბრიელს გვერდზე რომელიც ცხოვრებაშივე მის გვერდით რო იჯდა ფეხზე დაიკიდა გიჟი უწოდა და განდევნა ეკლესიიდან და ვერ შეიცნო რომ წმინდანია და თურმე სიკვდილის მერე შეიცნო რომ ის ბერი გაბრიელი წმინდანი ყოფილა რა აუ ეს ხალხი რომ დაშტერდა და იქ 5-6 საათი ელოდება რომ წრე შემოუაროს კილომეტრში რომ დაინახოს ის იმის დამუშავებული ბალზამით დამუშავებული სხეული ხო არანაირი აგრესია არ გამიჩნდებოდა ეს ხალხი ესეთი სიბნელეში რომ არ ვენახა რა მე მესმის რომ თქვენ გონიათ რომ მე ვარ სიბნელეში რა თქმა უნდა თქვენი პერსპექტივიდან შეიძლება გეგონოთ მე სიბნელეში მაგრამ მე გეტყვით რომ მე ხედავ რომ ძალიან დიდი სიბნელეა თქვენში რა იმიტომ დიდი სიბნელეა რომ გინდათ მხოლოდ დაინახოთ რა გააკეთა კარგი და კარგი რა გააკეთა ნახე მაგალითები რა გაქვთ 16 წელი თურმე იტანჯა კაცმა ვინმე ეხვეწებოდა რომ იტანჯეო ბიჭო თუ აღარ შეეძლო და თუ ვერ შეეძლო გადამდგარიყო აგერ მღვდლების მეტი და მეუფეების მეტი რა არის შეცვლიდა და არავინ აღარ მოუწევდა ტანჯო ვინმე ეხვეწებოდა ხო მარტო იმიტომ რომ იძულებული იყო რომ ეტანჯო ვინ გაიძულა მე რატო ჩაიგდე შენი თავი იმ მდგომარეობაში რომ გაიძულეს რომ ერთ პოზიციაზე იყო და ვერც სიტყვას ამბობდე ვერც ვერავის ეხმარებოდა კაც ვერ იღებდე მეუფეს ვერ იღებდე შენს რეზიდენციაში ისე რომ ჩუმად მოდი აქო ესე არ ეუბნებოდე და იქ მისმენენო ბიჭო ეგეთი ტანჯვა მაგის ეგ არის ტანჯვა იცი რა არის მეგობრებო აი მეფეები რომ თავის შვილს გააგზავნიდნენ ხოლმე მძევლად საქართველოს გადასარჩენად თავის თავს წირავდნენ დემეტრე თავდადებული რომ თავისი თავი რომ მოიკვეთა არა ბიჭო სკამი არ დათმო მანამდე სანამ სისხლი არ ანთხია პირიდან კი ბატონო კარგი ჩაჭერილი იყო ვთქვათ და ეხლა მე რა ის ჩაჭერილი იყო და მეტაში უკრა აქედან და რა კარგი კაცი ხარო უთხრა და ერთხელ მაინც ვერ მოახერხა რომ ჩვენთვის მოეწვდინა ხმა რომ ხალხო დაჭერილი ვარ და მიშველეთ თუმცა რა თქინდა ვინ გაიგებდა აგერ მივედი 4 წლის წინ ვიყვირე რომ მე თქვი ხალხო დაკეტილი ყავთ პატრიარქი ჩაჭერილი ყავთ და არავინ ტრაკი არა იყო თავის ავარძელიდან და არ გაინძრა და ეხლა რომ მოკვდა ეხლა მოუნდა თურმე ხალხს ის ყოფილა პატრიარქი მაგათი მამა ყოფილა და მაშინ არ იყო მამა ხო რომ ვყვიროდი რომ დაჭერილი ყავთ მეთქი და გამოკეტილი ყავთ თქო მაშინ ფეხზე ეკიდა ხო ხალხს რა მაშინ არ ჭირდებოდა კაც დახმარება არა მარტო რომ მოკვდა მე უნდა მოინახულო მაგრები ხართ რა თქვენც მაგარი კარგი ფარისევლები ხართ მისნაირი ну რა გამიკვირდება ხო როგორც ის იყო ისე თქვენ ხართ და გადმოდის მისი მადლი ერზე ხო და გადმოვიდა მისი მადლი ერზე და გახდით თქვენც მისნაირი ფარისევლები და გახდით თქვენც მისნაირი მდორეები და ბანძები რომ ვერა ტრაკი ვერ აგიღიათ და საქართველოსთვის ვერ მიგიხედავთ ბიჭო ამ ხელა პატარა საქართველო გვაქვს 59 წელი იყავი მმართველი ერთ მმართველი განა ის რომ კიდე ვიღაცას უნდა გაეთვალისწინები შენ რასაც იტყოდი შენ სიტყვას ფასი ქონდა ხო ერთი ეკლესია ვერ გააწმენდინე ერთი ეკლესიის ეზო მაინც ვერ გააწმენდინე ძველ ეკლესიებში და ახლები ააშენებინე იმიტომ რომ ჯიპებით და იმებით ხო უნდათ მაგას რჩენა ამ ხელამუცლიან პედოფილ და მამათმავალ მრევლს აგერ დღეს კიდე ის გავიგე რომ 4 შვილიანი მღვდელი 2 შვილიან დედას ეუბნებოდა მაკოცეო ახსარების დროს და ლოყაზე რო აკოცა არა ტუჩებში მაკოცეო მერე გესმის აი ასეთი ეკლესია დაგვიტოვა და ორა წმინდანი ყოფილა და როგორ ზეციური მფარველი შევიძინეთ ცხოვრებაში თავისთავი ვერ განკურნა და თურმე სასწაულები უკვე მომხდარა ეხლა გესმის და ხალხი უკვე განიკურნა იქ იმის საფლავის შეხების დროს
ბიჭო, რა მოურჩენელი ქონდა ასეთი თუ სხვას კურნავდა, თავისთავი გაეკურნა პირველად, ხო? არა, ეგ ხო ხლიკებსაც და გველებსაც ელაპარაკებოდა, ჩიტებსაც და პეპლებსაც, ხო? ცხოველების ენა ესმოდა და ჩვენი ენა არ ესმოდა. მე რო იკართან ვიდექი იქ 8 საათი ის არ ესმოდა. პეპლები, ხლიკები, გველები და ბუზები კი კარგად დასდევდნენ თან და ელაპარაკებოდა თან იმათ, ხეებსაც ელაპარაკებოდა და ქვებსაც, მაგრამ ადამიანების ენა ჯერ არ იცოდა მან. რა კარგი წმინდანია, ხელები დავბანოთ და ფეხებიც. ვერ დაგვაშტერებთ რა. ანუ ვინც დაშტერებული ყავთ, გასაგებია. აგერ 1500 კაცი იდგა იქ. ძალით მიყავდათ ხალხი, აგერ მანქანით რომ მივდიოდი, ყველგან ავტობუსები და ისინი იდგა, მარშრუტკები. ორგანიზება გაუკეთეს ხალხს, საიდან აღარ წაიყვანეს, ოღონდაც ბევრი ხალხი გამოჩნდეს და მერე 5 საათი რო რიგში დგანან იქ და დაკეტილი რო დახვდებათ ხალხს კარი და მერე უკან რო გამობრუნდებიან და ისევ მეორე დღეს მივიდნენ, აი თურმე რამდენი ხალხი და მაყურებელი ყოლია ამ მკვდარს. და რამდენი ხალხი მივიდა. ხალხი კი არა, სუპერზე არ კიდია ხალხს, აგერ დღეს დავდიოდი და ხალხი თავის ცხოვრებაში არის ჩართული გაწამაწიაში, ხან სად მუშაობს და ხან სად ფორჩი ხობს, რომ ფული გამოიმუშაოს, ბავშვებს რომ სახში აჭამოს და ვის რაში აინტერესებს ეგ შენი ილია მეორე. სიცოცხლეში არავის არ აინტერესებთ და ეხლა მკვდარი აინტერესებთ? კარგი რა, რებს გვატყუებთ, ვერც მოგვატყუებთ და ვერც გვატყუებთ, რო იცოდეთ რა. ვერ გვატყუებთ, იმიტომ ვერ გვატყუებთ, რომ ძალიან გინდათ, რომ წმინდანი გამოიყვანოთ ეგ თქვენი ილია, მაგრამ გეუბნებით, მაგას მიწაში ჩადებთ და ერთ თვეში ამოთხრიან და გადააგდებენ მტკვარში მეთქი, გეუბნებით რა. მაგ თქვენი ბალზამიან ლუსკუმიანა. გესმით? ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, ცოტა აზრზე მოდით რა. შიო იქნები თუ ვიღაცა აიფონა, ხო? ვერ მოგვატყუებთ მეთქი. ფხიზელი ხალხი 5000-ია, ბრმა 1500. გაიგე? მკვდრებს მარხავენ, კი გიორგი გეთახმები, დათო გეთახმები, გიორგობიანო. ხალხი სულიერად მოწამლა და მოაჯადოვა, ხო და ნუ დედა განიკურნა თურმე ხალხი, რაღა თავისთავი ვერ განკურნა, რაც კი დაავადება, სოკო მაგას ქონდა, პარკინსონი მაგას ქონდა, კუჭიდან სისხლი ანთხია თურმე, ეგეც შეტენეს, თორე რა კუჭიდან სისხლი ანთხია, ბიჭო, მძლივს კუჭიდან სისხლი არ ქონდა მაგას, სად ქონდა სისხლი? კიდევ თქვენვე წამოაყვედრით ერთმანეთს. აი ნახავთ თუ მაგ მდგომარეობამდე არ მიხვედით. მეუფეებო, რომ ერთმანეთს წამოაყვედრით, რომ აი თქვენ რომ პატრიარქი არ გამოაცხადეთ მკვდრად და მკვდარი რომ გედოთო, ხო? აი ეგრე თუ არ დაიწყოთ ლაპარაკი, მაგასაც ვნახავთ, აგერ თქვენის ხალხი, ვინსაც აბოლებთ ვითომ, ის ხალხი მოგისმენთ თქვენივე პირით გამოიტანთ გარეთ მაგ ტყუილებს. არას დაფარული რო არ გაცხადდეს, ბიჭო, ბოლო ჟამია ბოლოს და ბოლოს. გაიგე? და ბოლო ჟამი ყველაფერს გააცხადებს. თქვენ რო გონიათ, რომ კიდე 10 წელი გადავდეთ ჩვენ მეორეთ მოსვლა, აღარ გადაიდო 200 უკაცრავად. აღარ გადავდებთ. ეხლა ჩვენ მოვიყვანთ ქრისტეს რა. ხო, ვუძახით უკვე და აგერ მოდის, აგერ ანტიქრისტეს ამზადებენ ხო ტახტს ანტიქრისტესთვის, ხორციელ ანტიქრისტესთვის იქ ებრაელები იმაში ირანში, ხო? ამზადებენ, ხო? მაგ ადგილს გაათავისუფლონ, მოკლან ბავშვები, ძროხები, ქათმები, ძაღლები და ყველაფერი მოკლან, ოღონდაც ანტიქრისტე მოვიდეს და გადაარჩინოს ეს ჩვენი სახელმწიფოები და ასე რომ ჩემო კარგებო, აღარ გადაგედებათ ეგ მეორედ მოსვლა, ვეღარ. და მადლობას ვეღარ გადაგვიხდით ამბიონებიდან, რომ ყოჩახთ ქართველებო, მეორედ მოსვლა რო გადადეთ კიდე 10 წლითო. ვეღარ. ეხლა მე გეტყვით, ბრავო ქართველებო, რომ 10 წლით დააჩქარეთ მეორედ მოსვლა. აი ესე. ექიმები ლაპარაკობენ უკვე რას აკეთებენო, ხო? ექიმები რომ ვერ ლაპარაკობენ და პირადში რომ წერენ ექიმები და
ხო, ხმამაღლა რომ ვერაფერს ვერ იტყვიან, იმიტომ რომ სამსახურიდან მოხსნიან და იქ სხვები და სხვები და სხვები რაღაცებს იტყვიან, ხო? მე ვიცი ეგ და თქვენც იცით, მაგრამ ვეღარ გაგივათ ეგ ტყუილები. ჩემო კარგებო, ქრისტეა ჩვენი ზეციური მფარველი და არა სოკოიანი, პარკინსონიანი, მოკუზული და პირიდან სისხლნანთხევი ილია. გაიგეთ? ჯერ მოსახდენია წინასწარმეტყველებანი მეორედ მოსვლეთ დროა კიდევ. მოსახდენი ხდება უკვე, რადგან 10 წლის წინ დაიწყო უკვე და ხდება, რაღა უნდა მოხდეს. კიდე ნიშნები შევიცანით და ნიშნები ხდება და გეშინიათ ქრისტეს გამოჩენის თუ ასეთ ტანჯვაში გინდათ კიდე და ტყუილებში იცხოვროთ თუ რატო არ გინდათ მალე მოხდეს ეს ვერ გავიგე რა. მუდმივ სამყაროს ვეუბნები ახლა რატო გეშინიათ ხალხო ქრისტეს გამოჩენა? ქრისტეს გამოჩენა მეორედ მოსვლა არის დასასრული ბოროტების. ანუ ბოროტებს ეშინიათ მეორედ მოსვლა, გესმის? და ჩვენაერი ხალხი ითხოვს ქრისტე მოდი ოღონდაც, მოდი შიმშილსაც ავიტან, გაჭირვებასაც ავიტან და არ შეგვიძლია ამდენი სიბნელე და ამდენი ტყუილი და ამდენი პირში ტენვა რომ აი წმინდანი ყოფილა თურმე ილია მეორე, უკვე ხალხი განიკურნა და პირიდან სისხლნანთხევი მოკვდა. ბიჭო, აი ლოგიკას არც ლოგიკას ხო ცდება, ღვთიურობას ხო საერთოდ ცდება. და რა სისტემაში ზიხართ მე ვერ გავიგე რა. შენ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის? მე როდის ვიყავი ერის მამა, გამაგებინეთ, აბა, მე რომ მთხოვთ რაღაცას. ერის მამა ყოფილ ვარ მეოდეს მე? დამსვი ერის მამად და განახებ რასაც გავაკეთებ. ბიჭო, მე ერის მამას ვეკითხები, ვიღაცა პეტრე პავლეს კი არა გამლელს. ერის მამას ვეკითხები, რომ რას აკეთებდი, ბიჭო, 59 წელი. რას პარპაშობდი და დაჯიპაობდი და დანიაობდი, გამაგებინე. 70,000 ბავშვი მონათლა ინცესტში ჩააგდო. ალბათო შობადობაო ნაგის იყო, ისე იმდენად მცირე იყო, რომ ეგ მოიგონა ერთიო. შობადობა მცირე იყო და ძმებად და დებად რომ მონათლე ის გაგვამრავლებს? ანუ წარმოიდგინე ხა შობადობა ისედაც ცოტა არის და მესამე ბავშვს რო გააჩენ, ერთმანეთში დაქორწინების უფლება არ აქვს და გავმრავლდით, ხო? აბა ბიჭო, როგორ გამრავლებულად 70,000 პოტენციური ქალვაჟი დავკარგეთ, რომ ერთმანეთში დაწყვილებულიყო. დედო რა კარგი ის მოუგონიათ ხრიკი მაგითი რა. ძალიან მაგარი ჭკვიანური არის ეგ, რომ თურმე 70,000 ბავშვი მოუნათლოთ და ამითი ერს გავამრავლებთ. ბიჭო, მოიგონე ის რომ მილიონები რო შემოგდის და ქალები რომ წასულები არიან, 2 მილიონი ქალი რო წასულია საზღვარგარეთ საშოვარზე. ჩამოიყვანე ის ქალები და იქნება ბავშვებიც გაგიჩინოს და შვილთა შვილებიც გაგიჩინოს, აქ რომ შენ იმას დაასაქმებ და მოუწყობ მდგომარეობას. ინცესტი სინამდვილეში არც ერთის ნათლი არ იყო. აგერ ამაკ დიდი სიგელი, აი უშველებელი წერია, ნათლია ილია მეორე. გაჩვენო, ამ ხელა სიგელი მისცეს ჩემ ბავშვს ნათლია ილია მეორე, აწერია და კიდე რითი დაგიმტკიცოთ, რომ ეგ არ ყოფილა ნათლია, მაშინ ეწეროს, რომ არ არის ნათლია ესა და ეს, ეწეროს. იქ წერია დიდი ასოებით, ნათლია ილია მეორე ხელმოწერით. თუ ეგრე გინდათ რომ დაბრმავდით, ბიჭო, არავინ არ გიშლით. მე ფხიზელ ხალხს ველაპარაკები ახლა, ფხიზელ ხალხს. და გეუბნებით რა, იმდენად ცდილობენ რომ თავზე დაგვაჯდნენ, რომ ეგენი თავზე დაისვავენ სიკვდილის ბუზს ალბათ რა და ყველანი ერთმანეთს მიყვებიან. აგერ უკვე იმან წინასწარმეტყველმა რო არის გეგომანიაო თუ რაღაცა ქვია იმის დღეზე მიყვება ერთმანეთს მეუფეები და მღვდლებიო. აი ესე განაცხადა უკვე 2-3 თვეშიო. ხო, ეგრე განაცხადა და ალბათ ეგრეც იქნება, იმიტომ რომ არ უნდა სინათლის შემოშვება და ბიჭო, გადავედით უკვე სხვა სიხშირეებზე, აღარ გაგიშობთ მეთქი დედამიწა, ეგეთი ტყუილებით ვეღარ გიყიდით რა.
ვეღარ შეგიშვებთ ეს პორტალი იმ ხელა სიხშირეზეა დედამიწა ასული რომ მაგ ტყუილებს არავინ ვეღარ შეგარჩენთ. და საწოდავი შიო კიდე ჩაჭერილი იყავთ ყურებით და რასაც უნდა იმას ათქმევინებენ რა. შიო, მე ჩემი რჩევა თუ გინდა და გაინტერესებს, ხო? გეტყვი რა, თავისუფლება, ყველა პოზიციას ჯობია აი გულითადად გეუბნები, ყველა პოზიციას რა პატრიარქობა, ბიჭო, პატრიარქი კი არა, მარიონეტად დაგსვავენ. დაიჭირე სინათლის მხარეს თავი, დაიხსენი თავი, ჯერ კიდე გააქვს მაგის საშუალება, დაიხსენი, ნუ გინდა პატრიარქობა. და დაიხსენი თავი მაგისგან, იმიტომ რომ როგორც 59 წელი მარიონეტად აქციეს და ხან ბავშვის ხორცი აჭამეს და ხან მძღნერი აჭამეს მაგ კაცს, ხო? და ბოლოს კუჭიდან სისხლი ანთხევინეს, არ დაანებეს მის სხეულსაც, მომკვდარი იყო და ჩასულიყო მიწაში, ისე მოგექცევიან შენ არაფრით მეტი არ ახარ იმ კაცზე, იგივეს გიზავენ. გინდა ეგ, მშვენიერი, ახალგაზრდა, შეხედული ადამიანი მამაკაცი ხარ. გამოდი, გაითავისუფლე საერთოდ მანდედან თავი. დაიკიდე რა. დედასმიც აღარ უფრო მაგრა დაგიფასდება ზეციდან, უფრო მაგარ პოზიციაზე მოხდები, ვიდრე შენ ეხლა მანდ ჩაგიჭირონ, ისევ მაგ სისტემამ, ისევ მასონთა სისტემამ, ისევ შორენამ თავში გიტყაპუნოს და ისევ გააგრძელო ილიას გზა. მე ვხედავ შენ თვალებში, რომ ბევრ რამეს ხვდები, სურათებში გადავინახე, რომ ბევრ რამეს ხვდები და გააქვს მაგაზე ფიქრობ. შინაგანად, რომ რაში იგდებ თავს და კარგად იფიქრე, შინაგანში მიხვდები, რომ ძალიან არასწორი გზა არის ეგ. მუჯი ქემაინც არ იყოს გვარადო. დაწმინდაზე უნდა ახვიდე? ბერისკუა. რა ხდება დაწმინდაზე? აბა ერთი გამოგებინე რა ხდება იქ? სიცოცხლეში რაც სხვა ის ანთხია მკვდარმა. სიცოცხლეში რაც სხვა ის ანთხია მკვდარმა. ხო, და მაინტერესებს ახლა იმ ბერების აზრი, რომ ამბობდნენ, რომ აი ადამიანსო სიკვდილით გამსჯითო, როგორ მოკვდებაო, ის ამ ხელს იმასო, როგორი ცხოვრებით იცხოვრაო. აჰა, სისხლი გინთხიათ. თავი მიწაში ჩადო, კოჭებში ჩაესო. აკანკალებული გავიდა ამ ქვეყნიდან მითხარით, აბა ეხლა მაგისი უწმინდესი და უნეტარესობა რაში დაინახეთ, ერთი მაინტერესებს რა. ცოტა ჩამოდი ციდან ასტროლოგია შეეშვია. ასტროლოგია რა შეეშვია, სადვახსენი ასტროლოგია აქ. შენ კიდე ცოტა ამოდი მაგ ჭაობიდან რა. მე ცოტა ციდან ჩამოვალ, და შენ კიდე ამოდი მაგ ჭაობიდან რა. ჭაობში ხარ თავის ჩარგული. სახეც არ გიჩანს ისე. მუდმივო სამყარო. როგორ ვიცნო ქრისტეს მოსვლაო? ქრისტეს თუ ვერ იცნობ, აბა ვიღა უნდა იცნო. მე მეკითხები როგორ უნდა იცნო? და მე რო გეტყვი იმის მიხედვით გააკეთებ მე. საყვარლები ხართ ძალიან. ხო? სხვათა შორის მეც დავინახეო. რა დაინახე, ელია? რატომ მოანათლინე ილია მეორის შვილი ავადმყოფს და კუზიანს რომ მეძახიო? აუ, ეს კითხვა რამდენჯერ უნდა ვუპასუხო ამ კითხვაზე ხალხს, მაგრამ გეიპასუხებთ რა. რატომ მოანათლინე? ჯერ ეგერთიც დედაჩემა თავისი დაუოკებელი სურვილებით, რომ ეს ისურვა და ხანის ისურვა და ხანის შეუსრულა, ღმერთმა ხანის შეუსრულა, აქაც ისურვა, რომ აი ჩემი მესამე შვილი ილია მეორე მონათლოსა და მერე ტვინი გამიბურღა, რომ ილია მეორეს უნდა მოვანათლინო ბავშვია და ჩემაც მამაც ბერი რო არის და რომ ემსახურება ვითომ ქრისტეს, იმანაც ტვინი გამიბურღა და საბოლოო ჯამში მე დავიკიდე, მე თქვი, კარგი, რაც არის რა და მოვანათლინა ეგრე. აი, მანდ მოვანათლიანე და შეცდომა დავუშვი. მაგრამ შეცდომა რო არ დამეშვა, ვერ გადატრიალებოდა ურემი და ვერ დავინახავდი გზას. და მადლობა უფალს, რომ დამანახა გზა. დამანახა. მადლობა უფალს. ამინ, ამენით.
მეგობრებო, ანუ მე დედასპიცა ვარ თუ ერთი პირის წინააღმდეგ რამე პრეტენზია მქონდეს. მე მაქვს სისტემის წინააღმდეგ პრეტენზია. რა და თქვენც ხედავთ, რომ ეს სისტემა იმდენად მყრალია, რომ ყველად ჩაჭერილი ყავთ. გინდა გითხრათ რა შეიჭერენ ადამიანებს? გეტყვით, ყველაზე იული ფორმა რაც იპოვეს, იჭერენ ასეთ რაღაცაში. ჯერ სოციალური ქსელებით უკავშირდებიან პატარა გოგოებს და ბიჭებს და აცდუნებენ იმაში, რომ სექსუალურ პორნოგრაფიულ სურათებს და კადრებს უგზავნიან, მერე ამით აშანტაჟებენ, რომ ამას თუ არ იზავ და იმას თუ არ იზავ ვეტყვით და გაგიცხადებთ, ესენი ზეგებიან მერე ამ ტყუილზე და მართლა ემორჩილებიან, ეგ ერთი სასტავი ახალგაზრდების. მეორე სასტავი ის არის, რომ ნარკოტიკზე და წამალზე სვავენ, ანუ მამაკაცებსაც და ქალებსაც, თვითონ მომხმარებელს ხდიან და აქ არიან ჩაჭერილები და ჩვეულებრივი მარიონეტები. მესამე სასტავი ის არის, რომ კაზინოსა და თამაშზე ამყოფებენ. ეგ საპატრიარქოს გვერდით რომ არის შანგრილა, იმას მოვკითხოთ. ხო, საპატრიარქოს არის მის და ყრუა. არაფერი არ იცის მაგის შესახებ. ნარკოტიკზე რო არის ხალხი დამოკიდებული, რო არის დამოკიდებული სექსზე, რო არის დამოკიდებული სხვადასხვა იქ ცდუნებებზე და ასე შემდეგ. მერე მღვდლები აცდუნებენ თავიანთ მრევლს და მერე იმათ აშანტაჟებენ, რომ აი ესე და ესე გიზავ შენო თუ ესე არ იზავო და ასე რა, მეგობრებო, რა ვიცი, ეს არის სისტემა. მაგ სისტემას ვებრძვი მე. და კონკრეტულად ერთი პირი კი არა, კონკრეტულად სრულიად სისტემა, რომელშიც თვითონაც იტანჯებიან და აგერ გამოვიდა, რომ საწყალიო 16 წელი იტანჯაო და იტანაო ეს მდგომარეობა, ვის, მერე ბიჭო, ვის, რა ვის? 16 წელი შენ იტანჯები და არც მე არ მეუბნები და არც სხვას უშევს სასუფეველში და არც შენ შედიხარ? ქრისტესი არ იყოს რომ ეუბნება სადუკევლებს და ფარისევლებს. არც თქვენ შედიხარ და არც სხვას უშევთ სასუფეველშიო? და მერე მეტაში დაუკრა რომ ყოჩაღ რა კარგი რაღაც გამიკეთეო? და რა წმინდანი ყოფილიყარ ყოჩაღ რა მაგრა იტანჯეო? თავდადებულები რა ვინები იყვნენ საქართველოში? პირველი ვინ მიდიოდა ომში, პირველი ვინ დებდა თავს, პირველი ვინ წირავდა თავის შვილს, ქეთევან დედოფალი გაიხსენეთ, თავზე დაამხეს ნაკვერცხლები კი არა, ცეცხლის ნაკვერცხლები კი არა, ადუღებული ქვაბი გადაასხეს თავზე, ოღონდაც ქრისტე უარყვეო და ქალმა ფეხები მოაჭრეს. ქრისტე არ უარყო ქალმა და შენ კიდე ქრისტე რო უარყვე და ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარეობას ხელი რომ მოაწერე ეშმაკს მეფისტოს რომ იყიდე სული, მე ახლა ტაში გიკრა ყოჩაღ რა კარგი ხარ, სხვა გზა არ ქონდაო და თავზევით ზალა არ ქონდაო? და რა თან წმინდანად შეგრაცხო და თან კიდე იმის მჯეროდეს რომ ზეციური მფარველი შევიძინეთ თურმე. დედა ღმერთო შენ გვიხსენი ამ სიბნელისგან ამინ. აქეთ გადმოგვხედე ჩვენც ამინ, ჩვენც გვინდა სინათლეში ყოფნა ამინ, განათ ეს ბნელი ხალხი ამინ. რა გინდათ ისე კარგად შევასრულე რომ მე მგონი მღვდლებზეც მაგრად ვიგალობე. წავედი ახლა მეგობრებო რა, კაი რა ვეღარ მოგატყუებთ რა, ბეცები არ ვართ რა, ქართველებს რომ ვერ მოატყუებთ ეგ ხო იცით რა. ეხლა ვინც თავს იტყუებს და მარიაჟობის გამო მობილურით რომ დადის და იქ გადავიღო, ოღონდაც გამოჩნდე კატრში რომ იქ ვიყავიო, ეგეთი ხალხის და ეგეთი მორწმუნე ხალხის რა ვთქვა მე? ეგეთ ხალხს გაუნათლოს ღმერთმა გონება და ეგეთი ხალხია მე რომ მომდგება რა შენ ფატიმა ხონის რაიონიდან გამაქცეული ხარ ჩემი რა ხო იცოდე რა ქვია ისეთი ხალხი იცავს რა მაგარი ქრისტეს მცველები არიან ჩემი ყლის გემო თუ გახსოვს ბიჭო, შენი წინამძღვარი რომ წმინდანია არ იცი, ეგრე რო არ უნდა ილაპარაკო.
და მე მომდგებიან როგორ ინენით ლაპარაკობს და როგორ სიტყვებს იძახის. ბებია თქვენისამა. უკეთეს სიტყვებს იმსახურებთ? ილიას დათესილია ეგ ყველაფერი ჩემო კარგებო. ილიას დათესილია რომ ამ სამყაროში ჩვენ საქართველოში 2 მილიონი ქალი წასულია საქართველოდან ქართველი და თავის ნარკომან შვილს ან შვილიშვილს არჩენს. დამოკიდებულებაში არიან თამაშზე და გაჯეტებზე ახალი თაობა და გამოშტერებული მედია და ტყუილებით აღსებული საზოგადოებაა და ტაში უკრავს ჩვენ ილიას. ოჩაღილია სულიერად რა კარგად გაანათლეს ხალხი და რა კარგი სულიერება დაატოვე ამ ქვეყანაში. იმ ხელა სიბნელეა რომ ხალხი მარიაჟობს შენით რომ შენ 70,000 ბავშვის ნათლი ახარ მარიაჟობს ოჩაღ. დედა პარასკევაც როგორ გადაიყვანეს ბორჯომში სპეციალურად. ხო, დედაოები ბავშვებს აბორტებს იკეთებენ და ჯიპებზე მომსხდარი დატასაობენ და მაგარი ტიპები არიან. შენ შეხედო ჯიპზე როზის დედაო როგორ იყურება იქიდან. ხო, ზედაც არ შემოგხედავს. ეგ იმ მეუფის ნაშაა და აბა შე როგორ შემოგხედოს ახლა? გაგიტოლოს შენ თავი? შენ ხო ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ, ცოდვილი. ის ხო ღვთისმსახურია და მეუფესთან ერთად სექსაობს. ის ღვთიური სექსია და ეს ერის კაცობრიობა რომ ბავშვებს აკეთებს, ის ცოდვაა და უნდა მოინანიო. მეუფეები რომ 17-16 წლის ბავშვებს ძუძუებზე უთათუნებენ, ეგ ღვთიურია თურმე. კარგი ხალხი დატოვე ილია, კარგი. ნამეტნავად სულიერი და სუნიერი. კაი, წავედი ახლა მეგობრებო რა, ვაფშე აი გითხარით რა. ჯერ კიდე როდის ვთქვი მე მაშინ, რომ მაგ კაცს მე ვთქვი ახალ წელს ვერ გასცდება თქო, ხო? ვერ გასცდა. მე რა ვთქვი და რა არ შესრულდა ის მითხარით, რა ვთქვი და რა არ შესრულდა ის თქვით. თორე რაც ვთქვი, ყველაფერი შესრულდა. გესმით? ასე რომ ფრთხილად იყავით მართლა რა. ფრთხილად იყავით მართლა. წავით, გაკოცი. დედაო სუსის ნომრებით, ხო? რამდენი მეუფეა სინოჩი სუფთა შენი აზრით? არც ერთი. ეგ კი არა ხელდასმარუა აქვთ მათ აუცილებლად ილიას სტაფილოს წვენი აქვთ დალეული. ერთს არა. მხოლოდ ნარიმანს არა აქვს სტაფილოს წვენი დალეული. მიხვდით ხო რა არის ეს სტაფილოს წვენი? ო შელამაზებულია უბრალოდ. ეხლა აბა იმ ცუდ სიტყვას ხო არ გეტყვიან? ცუდ სიტყვას შეგილამაზეს. ხო, ბავშვები უყურებენ ეკრანებს და შეგილამაზეს ესე. კაი, წავით რა.